გამარჯობათ მეგობრებო. ახლა მინდა მე თქვენ დაგიტოვოთ, რაც მოვგსოვეთ ჩვენ და შეიძლება არც მოვგსოვეთ, მაგრამ ადვილი სქემები. ყველა ერთად აი ასე მოვყაროთ თავი ერთ ვიდეოში და ვისაც გინდათ შემდეგ გადაბეჭდავთ, გადმოიტანთ ფურცელზე თუ როგორც გეადვილებათ და ვისაც სურვილი გექნებათ მოგსოვთ. ახლა აი ეს სქემა ჩვენ მოგსოვილი გვაქვს. არის აი ეს, რო დააკვირდეთ, აი იგივე სქემა არის აი ეს. არის ზოგი რომ მოგსოვილი გვაქვს, არის ზოგი რომ შეიძლება არ გქონდეს მოგსოვილი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაც აქამდე გავიარეთ ვიდეოები, უმეტესი არის წინდების და მგონი უნდა გაგიადვილდეთ და ვინც თავიდან იწყებთ და გაინტერესებთ, ჩაყევით ჩემთან 330-ზე მეტი ვიდეო დევს და აქედან ნახევარზე მეტი არის მეგობრებო წინდები. ხევსურული წინდები, ჭრელი წინდები, ფშაური წინდები, შეიძლება ეს ცოტა იყოს, მაგრამ ბევრი სულ წინდის დაწყება, წინდის ქსოვა, ქუსლი, წინდა. ძალიან ბევრია, ამიტომ ვინც დამწყები ხართ და აქ ვერ გაერკვევით, როგორ დავიწყოთ და როგორ მოვგსოვოთ ორი ძაფით, როგორ მოვგსოვოთ ეს რაც არის ორნამენტების სქემები, აი ესენი, ხო? როგორ გადავიდეთ, როგორ გადმოვიდეთ, ბევრი ვიდეო დევს ამაზე, ჩაყევით და ჩემ გვერდზე ნახეთ და დაგეხმარებათ, ვფიქრობ დაგეხმარებათ ჩემი ვიდეოები ამ თემის შესწავლაში. ახლა ეს სქემა, ვისაც გაინტერესებთ და დაგაინტერესებთ, აი ეს არის, შეგიძლიათ გადაიღოთ, გადაბეჭდოთ კიდევ ამბობ და უფრო გაგიადვილდებათ, შემდეგ თქვენ თვითონ როცა გექნებათ მოგსოვა. ეს შემდეგი აი ეს სქემა. ახლა ნახეთ. ამას გამოვაცი. აი ეს არის აი ეს. ახლა აქ რო დააკვირდეთ, ხო, არის სამი სქემა თითქმის. ეს არის ქვევიდან, იგივეა, მაგრამ ქვევიდან. ეს მოვგსოვეთ ჩვენ და მგონი ასე მოვგსოვეთ. შეგიძლიათ ძალიან პატარა სქემაც გავუკეთოთ, ეს სამი რიგია, შეგიძლიათ ერთი რიგი გადაგსოვოთ მხოლოდ, შემდეგ მეორე დაიწყოთ და ესენი ძალიან ახლოს მიიტანოთ ერთმანეთთან. ეს ასეა, მოვგსოვეთ ეს და ვიცით როგორ უნდა მოვგსოვოთ. თუ კიდევ ვიმეორებ, ვინც არ იცის, ჩაყევით ამ ვიდეოს, ნახავთ როგორ მოვგსოვეთ და თუ გინდათ კიდევ მეორე მხრიდან სქემას, რომელსაც გადაიტან, ამობეჭდავ თუ გადაწერ, აი ასე როგორც ახლა აქ ხელით მაქვს ეს მე დაწერილი და გაკეთებული აი ეს სქემა, შედგენილი, ასე ვთქვათ, თუ ასე გადაიტანთ აქედან და შეადგენთ თქვენ თვითონაც ან ამობეჭდავთ, იგივე სქემა ის შეგიძლიათ შემოაბრუნო და მეორე მხრიდან იქნება ეს ძალიან ადვილია. თუ არა, აი ასე. ეს არის აი ეს. და ყველა სქემა არის შეძლებს დაგვარად თუ რამე არ გამომრჩა, დავნომრე, როგორც გქონდათ სურვილი, რომ თითოეული რიგი დაგვენომრა. აი ეს არის ერთი სქემა ახლა, ეს არის მეორე, ხო, ეს კიდე სხვა არის. და სულ ცალ-ცალკეა დანომრილი. ახლა ეს შეგიძლიათ თქვენ ეს სქემა აქედან ამოიღო და სულ სხვაკან გამოიყენო, ცალკე გამოიყენო, მხოლოდ ეს ასეთი შეკითხვაც იყო ეს სქემა რომ მოგგსოვეთ, რომ თუ შემიძლია ცალკე მოგგსოვო ერთი ფრთა, ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა შეგიძლია. ახლა ეს ნახე, აქ ხო ერთია მხოლოდ მოგგსოვილი. ზევით, ქვევით, სულ სხვადასხვა სქემებია, უბრალოდ აუცილებლად როგორც ვისწავლეთ, ჩვენ ჩავსვამ თავის ჩარჩოში, რაღაც მონახას გავუკეთებთ
და გინდა ასე მოგსოვ და უშუალოდ თავდაყირა, გინდა ასე მოგსოვ და გინდა როგორც შევატრიალე, შემოატრიალებ სქემას და ისე მოგსოვ. ამიტომ დავნომრე მე ცალ-ცალკე, რომ ეს არის სულ სხვადასხვა, 1, 2, 3, აი ასე. შემდეგი, აი ეს სქემა მეგობრებო. არის აი ეს. აი ეს. ჩვენ გვაქვს ამისი ვიდეოც ჩაწერილი, როგორ მოგსოვეთ ეს. ეს ხევსურული სქემა, ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ესენი ყველა არის ხევსურული სქემები, რა თქმა უნდა, ახლა ყველა სადღაც ვიღაც იყენებს და გსოვს, ახლა მარტო ხევსურები ხო არ გსოვდნენ, მაგრამ ვამბობ, აი ძირითადად რომ რას გსოვდნენ, ახსენი მგონი სწორად. აი ეს 1930 წლის ფოტო არის გადაღებული ხევსური ადამიანი, ხევსურულ ტანსაცმელში, უფრო სწორად, ნორმალურად რო ვთქვა, ხევსურულ ტანსაცმელში და ბაჭიჭები რაც აცვია, აი ეს არის იქ მოხატული, აი ძალიან წინა ადრინდელი სქემებია ყველა აი ესენი. და ძალიან ლამაზიც, ახლა მაშინდელ ფერებს, ახლა ჩვენ ვერც დავსვამთ ალბათ და იმიტომ რომ ისინი ღებავდნენ, იცოდნენ ეს თემა, ეს საქმე და საოცარ ფერებს ქმნიდნენ და მე ერთმანეთს უსადაგებდნენ, უხამებდნენ ამას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ იგივე სქემა რო შევინარჩუნოთ, არ დავკარგოთ, არ დაგვავიწყდეს, არ გაქრეს, გადმოვიტანოთ და მოგსოვოთ, ესაც მგონი არის რაღაცა, ხო? აი ეს სქემა, აი ეს არის და ამისი ვიდეოც გვაქვს ჩაწერილი, ეს როგორ მოგსოვეთ. არ ვიცი, ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ შეიძლება უფრო ხელს გიშლიდეთ მე ახლა რო ვგსოვ და იმ მომენტში რო გიხსნით და შეიძლება ასე უფრო ადვილი იყოს თქვენთვის გადაიტანოთ ეს სქემები, გადაწეროთ, გადაბეჭდოთ და მერე თქვენი თუ დაიწყოთ და მოგსოვოთ უკვე ბევრჯერ ახსნილიც გვაქვს რა როგორ ვიწყებთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ. დანომრილი არის 11 რიგია ეს სქემა. მიყვებით არ გაგიჭირდებათ, არ არის რთული, ვინც უკვე ისწავლეთ და მომყევით აქამდე, არ არის რთული, მოსაქსოვი. სცადეთ თქვენით, ვინც მოგსოვს, ვინც შეძლებს, თუ არა და უფრო ადვილი სქემებიც გვაქვს მოგსოვილი, ადვილი ორნამენტები, ისინი მოგსოვეთ, იქიდან დაიწყეთ. აი ესაც ჩვეულებრივი სქემა. შეგიძლია აი ამ დიდ სქემებს შორის ჩასვა ეს, შეგიძლია ასევე მოგსოვო, ესაც ახსნილი გვაქვს, როგორ გვაქვს მოგსოვილი. აი ეს არის ეს. თუ კარგად დააკვირდებით, აი ზუსტად ეს სქემა არის ეს. თუნდაც შეგიძლიათ აი ამის მიხედვით ამ ფერებში ასე დასვათ, თუ არა თქვენი სურვილით შეარჩევთ ფერებს და მოგსვათ როგორც გინდათ. ახლა აი ეს არის პატარა სქემა. ნახეთ და დიდი სქემის ჩარჩოებად არის გამოყენებული, ასე ვთქვათ, აი აქ და აქ. და უკვე რა ლამაზი გამოდის მთლიანობაში ეს. შემდეგი ეს სქემაც მოგსოვილი გვაქვს, ჩვენ ვიდეო გვაქვს ჩაწერილი და არის აი ეს. აი ზუსტად ეს არის აქ.
აი აქ არის ძალიან ადვილი სქემები, 1, 2, 3, 4 სქემა. ზოგი ალბათ კი არა და მოქსოვილი გვაქვს, აი ეს შეიძლება არა გვაქვს მოქსოვილი, მაგრამ თუ ესენი მოვქსოვეთ უკვე ასეთი სქემები და ეს ორნამენტები, ეს ძალიან ადვილია უკვე. ეს სქემაც მოქსოვილი გვაქვს, ვიდეო გვიდევს ამ სქემის მეგობრებო. რატომ ვამახვილებ ყურადღებას, თუ ვინმეს გაგიჭირდებათ, რომ აქედან მოგვსოვოთ, მოძებნეთ ვიდეოები და იქ ნახავთ აი ამ ვიდეოს ეს სქემა რო გვაქვს მოქსოვილი. თუ დაგეხმარებათ ქსოვის დროს სქემის გადმოტანა, კი ბატონო, ბევრი ვიდეო დევს ხევსურული ორნამენტებს, როცა ვგსოვთ. ამ სქემის მსგავსი არის კიდევ მეორე სქემა, რომელიც ოდნავ განსხვავებულია, რაც გვაქვს ახლა ამასთან შედარებით. აი ეს სქემა და აი ეს არის სხვაობა. ეს სქემაც გვაქვს მოქსოვილი, ოღონდ ის მეორე. რო ნახოთ ვიდეო, არის მოქსოვილი და გეხმარებათ სქემის მოქსოვაში. და რა განსხვავებაა? ეს რომ მოვდივართ ასე, ხო? შემდეგ მთლიანი მოქსოვილია ერთი რიგი იგივე და შემდეგაა შებრუნებული აქეთ და მოქსოვილია შემდეგ ეს მხარე. აი ეს სხვაობა არის. აი ეს სქემა წააგავს აი ამას. მაგრამ თუ დააკვირდებით, სხვა არის. მსგავსი ასეთი სქემები, რომ თითქოს ერთნაირია, მაგრამ სხვაობებით ბევრია. აი ამისი მსგავსი. თითქოს გავს, მაგრამ სხვა არის. ეს სქემებიც მოქსოვილი გვაქვს. ამისი ვიდეოებიც იქნება, რომ ჩაყვეთ და მოძებნოთ. აინტერესებდათ აი ეს წინდა ამ წინდის ქვეშ იყო ვიდეო. უკაცრავად კომენტარი, როგორ მოგვსოვეთ, გვაინტერესებს. აი ეს სქემა არის ამისი. ზუსტად ასეთი კომენტარი იყო, გაიხსენებს ალბათ ვინც დამიწერა, მინდა ამისი მოგვსოვაო და გვასწავლეთო. მე ვფიქრობ, რომ გაგიადვილდებათ, რომ გადაიტანოთ ეს და მოგვსოვოთ. აი ეს არის ზუსტად.
ეს სქემაც მოქსოვილი გვაქვს. გვიდევს ეს ვიდეო, ვისაც დაგაინტერესებთ, მოძებნეთ. აქ არის 3 სქემა. 1, 2 და 3. უბრალოდ აი ამ სქემებში. ეს ერთი და იგივეა. უბრალოდ ამ სქემებში ჩასმულია ეს და მგონი ზუსტად ასე მოგხსოვეთ ეს ვიდეო, ეს სქემა. ამ სქემის ვიდეოც გვიდევს, მეგობრებო. კიდევ ვიმეორებ, თუ დაგეხმარებათ ვიდეო ქსოვის დროს სქემის მოქსოვაში, მოძებნეთ, ნახავთ ამ სქემის ვიდეოსაც. ეს არის პატარა სქემა და არ დაიბნეთ ეს გარეთ მონახაზში რო გსოვთ ხო სქემას. ეს პირველი მეორე ეს არის. შემდეგ ეს სქემაა 3 რიგი და შემდეგ მეორე პირველი იგივეა როგორც გაიმეორო, აი პირველი მეორე ხო დასაწყისი. აქ შემდეგ მეორეს მოგსოვ, როცა სქემა დამთავრდება და შემდეგ პირველს. ეს სქემაც მოქსოვილი გვაქვს დევს ვიდეო. ეს სქემაც მოქსოვილი გვაქვს, არის ვიდეო, თუ სურვილი გექნებათ, მოძებნეთ, დაგეხმარებათ. აქ თითქმის ორი დიდი სქემა, აი ესაც ახლა საკმაოდ დიდი სქემა ამისთვის. ცალკეც შეგიძლიათ, ცალკეც არის, აი. და შემდეგ ეს ცალკეა დანომრილი. ფერებიც აგერ არის აღნიშნული, შეგიძლიათ ამის მიხედვით ასე მოგხსოვოთ ერთად. შეგიძლიათ ცალ-ცალკე. ეს იცით აქ გააგრძელებთ ასე ჩვეულებრივად და შემდეგაც იმეორებთ იქითიდან იგივეს. ვიდეოში უკეთ არის ახსნილი. ესაც ძველი ხევსურული სქემაა, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენებოდა. ამ სქემას ხალიჩებზეც იყენებდნენ, აი ნაპირზე შემოსხავსოთ, ჩარჩოდ ასე ვთქვათ. ამ სქემის ვიდეოც გვიდევს, როგორ იქსოვება. ძალიან ლამაზი სქემაა ესაც.
ახლა ეს ვიცით უკვე, ხო, ვინც გსოვდით და მომყვებოდით ამ სქემების ქსოვისას, ეს არის ფონი, რა ფონზეც გსოვ, შემდეგ ჩასვამ ფერს და აი ეს სხვადასხვა ფერი გამოდის, ეს და ეს. ეს სქემაც მოგსოვილი გვაქვს ვიდეო არის. ახლა აქ ვინც იცით, მიხვდებით, რომ ეს არის გარე, ასე ვთქვათ, ჩარჩო, აი მონახაზი, რომ მოვგსოვოთ რამდენიმე რიგი და აქ ზემოთაც უკვე აღარ არის აღნიშნული, ეს უკვე ვიცით, აქამდე ვინც მოვედით. აი ეს სქემა, მეგობრებო, ახლა დამწყები რომ არ დაიბნეთ, ნახეთ, ეს შეგიძლიათ აი აქედან დაიწყოთ. ეს წინა მხარე არ გამოიყენოთ, რაც დავფარე, აი ეს, რომ შემდეგ არ გაგიჭირდეთ ათვლა და დაიწყოთ აი აქედან. აი ახლა აი შეგიძლიათ აქედან აი აქამდე ეს გსოვოთ და იმეოროთ. ამის იქით არ გჭირდებათ. აი ეს. აქედან ჩამოყვები, ხო? აქ ხო იწყებ, აქედან გინდა რომ დაიწყო, აი. თავიდან დაიწყებ აი ასე. მოხვალ აი აქ და შემდეგ ისევ თავიდან აგრძელებ და ისევ თავიდან აგრძელებ. ამ სქემის ვიდეოც უნდა იყოს. ეს იყო, მეგობრებო, დღეს რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის. არის კიდევ ბევრი არის ხევსურული სქემები. შევეცდები დროის უქონლობის გამო მალ-მალე და ჩქარა ვერ ვდებ ვიდეოებს, ვეცდები რომ ჩავწერო. თუ არა ასე სქემებს გადმოგცემთ, რომ თქვენ თვითონ შეძლოთ უკვე გსოვა. შემდეგ ძალიან ბევრი კითხულობს, ძალიან ცოტა ვიდეო გვაქვს ჩაწერილი დაშიბვაზე. შემდეგ ჩავწეროთ ვიდეოები დაშიბვაზე, არის ამაზეც ძალიან ბევრი ნებისმიერი ნახატი შეგიძლია ქსოვითაც მოგსოვო, დაშიბო, თუნდაც ჯემპერზე, თუნდაც წინდებზე. აინტერესებთ ჯემპერებზე როგორ მოვგსოვოთ ყვავილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც შემეძლება და დრო მექნება, მოგაწოდებთ ამ ინფორმაციას. და კიდევ იყო შეკითხვები, თუ ონლაინ თუ მყავს ჯგუფი და თუ ვასწავლი. არა, მეგობრებო, არანაირი სწავლების ჯგუფი და ფასიანი ჯგუფი მე არ მაქვს. ეს არის ყველაფერი უფასო, რასაც აქ ვდებ მე და რაც შეგიძლიათ, რომ გადაიტანოთ და მოგსოვოთ და ვისაც სწავლა უნდა და ვისაც დაწყება უნდა ამ ყველაფრის დაიწყოს და ისწავლოს. ეს ყველა ვიდეო 330-ზე მეტი ვიდეოა ჩემთან აი აქ YouTube გვერდზე. ყველა არის თხოვნით ჩაწერილი. ეს მაინტერესებს, ის მაინტერესებს, ეს ჩამიწერეთ, ეს იქნებ მომაწოდოთ, ეს იქნებ მასწავლოთ და სულ აი ას მე ვისრა ვასწავლო ხო ახლა უკაცრავად, გაუზიარო თუ რამე ვიცი და როგორც ვიცი და რაც ვიცი.
და ვისაც რა გაინტერესებთ, კი ბატონო, თუნდაც დაწყება, როგორც შემიძლია აქედან და ვიდეოებით გადმოგცეთ, ქსოვის დაწყება, წინდის დაწყება არის ბევრი ვიდეო. თუ ვერ ნახოთ, მომწერეთ და ჩავწეროთ, რაც გაინტერესებთ. აქედან აი ასე ამ ვიდეოებით შემიძლია დაგეხმაროთ, რაც ვიცი და გაგიზიაროთ. თუ რამე გაინტერესებდეთ და აქ ვერ მომაწვდენოთ ხმა, Facebook-ზე წამოდით დევს აქ YouTube-ზე ჩემი Facebook ლინკი და წამოდით და იქ გამომეხმაურეთ მესენჯერში და რაც შემეძლება და რაც მექნება, ყველანაირად ყველა ინფორმაციას მოგაწოდებთ და ყველა სქემას, რაც არ უნდა იყოს, დავხაზავ, შევადგენ და მოგაწოდებთ, რაც დაგაინტერესებთ. წარმატებები კარგად ბრძანდებოდა.